მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ და ვსაუბრობთ ძის პროდუქტების ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტო ბოლოდების ჩააქცევებს ცნობებს, რომ თბილისში და საქართველოს სხვა რაიონებში, რეგიონებში გამოავლინეს არარეგისტრირებული საწარმოები, ეს არის ძის გადამამუშავებელი საწარმოები, რომლებიც არალეგალურად მუშაობდნენ და მათი ცნობით წლის განმავლობაში მიმდინარე წელს არის 36 საწარმო, ამიტომისთვის ეს ინფორმაცია არის, რომ 36 საწარმოა გამოვლინებული არის და მინდა გთხოვოთ, რომ შეაფასოთ ეს მონაცემები, რას გეუბნებათ ეს მონაცემები თქვენ, როგორ აფასებთ სექტორში არსებულ ვითარებას და რა არის მთავარი გამოწვევა და რა საფრთხეებს ქმნის აი ასეთი არალეგალური საწარმოები. კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისათვის და აი ამ ინფორმაციის ასე ვთქვათ დეტალურად განსახილველად ჩემი დაპატიჟებისთვის. პირველ რიგში ძალიან დადებითად მინდა შევაფასო ის ფაქტი, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტო აკეთებს, იმიტომ რომ ის ქმედებები, რომელსაც ის ახორციელებს, უფრო ადრე იყო და უფრო ინტენსიურად იყო დასაწყები, იმიტომ რომ ჩვენი ასოციაცია სექტორში მომუშავე, ასე ვთქვათ, ლეგალური კომპანიები თუ იგივე მომხმარებლები, რომლებიც ჩვენთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან, ყოველთვის აი ამაზე ვჭობდით და ამაზე გქონდა მუდმივი საუბრები და პლუს ხელისუფლებასთანაც და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთანაც მუდმივად გქონდა ამაზე საუბრები, რომ ის სიტუაცია, რომელიც ეხება არალეგალურ საწარმოებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, მოდი გულახდილად ვთქვათ, არაჰიგიენურ პირობებში აწარმოებდნენ რძის პროდუქტებს და ზოგჯერ ფალსიფიცირებულ რძის პროდუქტებს. აი ეს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნიდა ერთი მხრივ მოსახლეობის ჯანმრთელობას, იმიტომ რომ არაჰიგიენურ პირობებში დამზადებული ყველი და ძირითადად ყველზე აქ საუბარი ამ შემთხვევაში ისე როგორც სხვა ზემჟავა პროდუქტებზე ძალიან დიდი რისკის შემცველი შეიძლება იყოს მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის ეს ერთი. მეორე ის რომ ასეთი საწარმოები, რომლებიც არალეგალური, არარეგისტრირებულია, არ იხდიდნენ არანაირ გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტში, შესაბამისად სახელმწიფო საკმაოდ დიდ შემოსავლებს კარგავდა, ეს მეორე. მესამე ის რომ გამომდინარე იქიდან რომ ეს კომპანიები თუ არალეგალური საწარმოები, რომლებიც არ იხდიან გადასახადებს, ძალიან დაბალ ფასში ყიდნენ თავის პროდუქციას და ამ შემთხვევაში არაკეთილ სინდისიერს და არასათანადო კონკურენციასთან ჰქონდა ჩვენ დიდი პრობლემები, იმიტომ რომ უკვე ლეგალური საწარმოები რჩებოდნენ თამაშგარე მდგომარეობაში, მით უმეტეს მოსახლეობის ყიდულობით უნაროვნობიდან გამომდინარე. და მეოთხე კიდევ ის რომ როდესაც ესეთი არაკეთილ სინდისიერი კონკურენცია არის ბაზარზე, ინვესტორი, რომელიც დაინტერესებულია რომ ამ მომართულებით თანხები ჩადოს, თავს იკავებს, იმიტომ რომ არაკეთილ სინდისიერი კონკურენციის პირობებში ის ვერ ხედავს და ვერ ხედავდა ყოველ შემთხვევაში აქამდე, ასე განვითარების შესაძლებლობებს. ამიტომ ის რაც ახლა ხდება, ძალიან კარგია, იმიტომ რომ ერთის მხრივ ჩვენ დავიცავთ ბაზარს და ჩვენ დავიცავთ მომხმარებელს არაჰიგიენურ პირობებში დამზადებული პროდუქციისაგან და გარდა ამისა სხვა, ასე ვთქვათ, არალეგალური კომპანია, რომელიც აი ამას შეხედავს ყველაფერს და რეალურად დაინახავს, რომ სახელმწიფო არალეგალურ და არაკეთილ სინდისიერ მეწარმეობას ებრძვის, გონს მოეგებიან და ლეგალურ ჩარჩოებში მოახდენენ თავის ასე ვთქვათ ბიზნეს საქმიანობას, იმიტომ რომ ეს არ არის იური საქმე, სურსათი აწარმოო, ეს არის საქმე, რომლის დროსაც შენ მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა ყავდეს პირადი კონტროლის ქვეშ შენი საწარმოო, რომ იქ რამე მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ მოხდეს და გარდა ამისა მთელი რიგი ვალდებულებები გაქვს ქვეყნის მოსახლეობისა და ასევე სახელმწიფოს წინაშე. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში არის დიდი რძის დეფიციტი და ამაზე სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ და ჩვენ ხედავთ აი ამ პროდუქციას, რომელიც ისეთ არალეგალურ საწარმოებს მიერ არის ნაწარმოები, ბაზარიც არის განჯერებული ამ პროდუქციით და ხშირად ჩნდება ხოლმე კითხვა, რომ რისგან მზადდება აი ეს პროდუქტები, რძის პროდუქტები, ნამდვილად შეიძლება თუ არა რძეს. მინდა გქით
ძალიან კარგი შეკითხვაა, მოდით დავყოთ რამოდენიმე ნაწილად. თავდაპირველად დავიწყოთ ისევ იქიდან, რომ ბაზარზე სამწუხაროდ არსებობენ არალეგალური მწარმოებლები და საბედნიეროდ არსებობენ ლეგალური რეგისტრირებული სულსაც მწარმოებელი კომპანიები. აქ ორ დიდ სხვაობასთან გვაქვს საუბარი. მეორე შემთხვევაში, როდესაც ლეგალურ წარმოებაზეა საუბარი, ჩვენ კანონმდებლობით დაშვებული გვაქვს როგორც მცენარეული ცხიმის შემცველი ძის პროდუქტების წარმოება, ასევე ჩვეულებრივად ნედლისგან დამზადებული ძის პროდუქტების წარმოება. მაგრამ განსხვავება ამ შემთხვევაში რა არის? როდესაც თქვენ მაგალითად ყველს აწარმოებთ ჩვეულებრივი ტრადიციული მეთოდით ნედლისგან, თქვენ ამ შემთხვევაში გაქვთ სრული უფლება, რომ ამ პროდუქციის ეტიკეტზე განათავსოთ წარწერა ყველი. ნებისმიერი სახეობის ყველი შეიძლება იყოს. თუმცა თუ თქვენ ამას აკეთებთ მცენარეული ცხიმის გამოყენებით და ასე ვთქვათ, მშრალი ზის გამოყენებით, ფხვნილი ეგრეთ წოდებული, ხო? მაშინ თქვენ ამ შემთხვევაში უფლება არ აგაქვთ დააწეროთ სიტყვა ყველი. შეიძლება ნებისმიერ რამე დააწეროთ, ვიღაცა შეიძლება სახაჭაპური მოითხოვოს, რაღაცა მარკეტინგული ხრიკი, სხვა რაღაცა. უბრალოდ ეს ამ შემთხვევაში ფალსიფიკატად არ ითვლება. თქვენ ამ შემთხვევაში მოსახლეობას ეუბნებით, რომ მე ყველი არ მიწერია და ეს აპრიორი იმას ნიშნავს, რომ აქ მე სცენარული ცხიმი მაქვს გამოყენებული. თუმცა ეს კიდევ ჯანმრთელობის თვალსაზრისით არ ნიშნავს იმას, რომ იქ რამე საფრთხის შემცველი. შეიძლება ხა დიეტოლოგებს რომ ვკითხოთ, ნუტრიციოლოგებს რომ ვკითხოთ, ხშირ შემთხვევაში, მაგალითად 40 წელს გადაცილებული ადამიანის სცენარული ცხიმის შემცველი პროდუქტი უფრო სასარგებლო შეიძლება იყოს, ვიდრე ცხოველური ცხიმის და მზის ცხიმის შემცველი პროდუქტები. ამიტომ აქ აი ამ ასე ვთქვათ, სასარგებლო თვისებებთან დაკავშირებული არავითარი კითხვა არ ჩნდება. თქვენზე არჩევანი გინდა მცენარეული ცხიმიდან შეიძენთ, გინდა ცხოველური ცხიმით დამზადებულ შეიძენთ. ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ თქვენ ამის შესახებ ინფორმაცია უნდა გქონდეთ. აი, როდესაც გადავდივართ იმ სექტორში, როდესაც არალეგალური წარმოება, არ არის შეფუთული ნაწარმი, არ აქვს ეტიკეტი, არანაირი ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ არ აქვს, ჩვენ უბრალოდ ხედავ პროდუქტს, ზოგადად ვიზუალურად ვამსგავსებთ, რომ ეს არის ყველი, ან ეს არის, თქვათ, მაწონი, ან სხვა პროდუქტი, ჩვენ მას ვყიდულობთ და არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ რა არის ამ პროდუქტის შემადგენელი ჩვენ არ ვიცით. შესაბამისად, აქ არის დიდი რისკი ფალსიფიკატის. ამიტომ მე შემიძლია დავამზადო ის ძალიან იაფად რაღაც ძალიან იაფასიანი, ასე ვთქვათ, რძის ფხვნილისგან, ძალიან იაფასიანი მცენარეული ცხიმისგან და თქვენ მოკიდოთ როგორც ხარისხიანი რაღაცა იმერული ყველი, ან სულგუნი, ან რაღაცა სხვა მსგავსი პროდუქტი. ამიტომ აი აქ არის დიდი პრობლემა. თქვენ ახსენეთ მცენარეული რძის დეფიციტი ქვეყანაში. იცით როგორ არის წლიდან წლამდე ჩვენ თუ გადავხედოთ ეს სტატისტიკას, ფაქტობრივად რძის წარმოება მეტნაკლებად ერთ დონეზეა საქართველოში, სადაც 600 მილიონი ლიტრის ფარგლებში მერყეობს. და ეს გამოწვეულია იმით, რომ თქვათ ჩვენ არ ყავს თქვათ ძალიან პროდუქტიული საქონლელი, მიუხედავად იმისა, რომ 400.000 სულზე მეტი ფური ყავს, მეწველი საქონლელი გულისხმება, რომელიც საშუალოდ წელიწადში ტონა ნახევარ რძეს გვაძლევს. ეს ძალიან ცოტაა. თუ შევადარებთ ამას ევროკავშირში საშუალო წარმოებულ რძესთან მიმართებაში, ხო? იქ დაახლოებით 5-5.5 მეტი რძე მიიღება ერთი ძროხისგან, ვიდრე ჩვენ გვაქვს დღეს რეალობაში. და ჩვენ თუ აი ამ პროდუქტიულობას შევცვლით და ავიყვანთ იმ დონეზე, რაც ევროკავშირშია, ჩვენ იმდენი რძე გვექნება, რომ შეგვიძლია ძალიან ბევრი პროდუქტი ექსპორტზე გავიტანოთ, 5-ჯერ მეტი რძე როცა გაქვს, ეს დაახლოებით ნიშნავს, რომ 3 მილიარდ ნახევარი ლიტრის წარმოება შეგვეძლება წელიწადში. მაგრამ ვიცით როგორ არის? ნახეთ, საქონელი გვყავს, რესურსი შესაბამისად არის, მაგრამ ამას შეცვლა ჭირდება. თქვენ თუ გადაავლეთ თვალს აი საქართველოში წარმოებულ რძეს, მაგრამ იგივე 600 მილიონილიტრიდან მხოლოდ 50-60 მილიონი ლიტრი იწარმოება რეგისტრირებული ინდუსტრიული ფერმების მიერ. დანარჩენი არის მოსახლეობაში აგროვებული რძე, რომელიც 1, 2, 3, 4 ძროხიანი, ასე ვთქვათ, ფერმები, რომლებიც არის ეგრეთ წოდებული ფერმები, შეიძლება ამას დავარქვა. ამიტომ აი ამ ხრი პრობლემა გვაქვს. ესე იგი, ეს არის არაპროდუქტიული საქონელი, ეს არის კვების, ასე ვთქვათ, არასათანადო კვება. საკვებ წარმოება საკმაოდ დაბალ დონეზეა ჩვენთან სამწუხაროდ ქვეყანაში და არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც უნდა აკმაყოფილებდეს
ის პირობებში. ეს არის არამართვადი, ესე ვთქვათ, განაყოფიერების პროცესი, როდესაც საქონელი მრავლდება მაშინ, როცა ის მრავლდება უბრალოდ და ჩვენ მას არ ვმართავთ. შესაბამისად, სეზონურობაც გვაქვს, ანუ გაზაფხულში გვაქვს მზის სიჭარბე და შემოდგომა ზამთარში მზის კატასტროფული დეფიციტი, რაც იწვევს იმას, ზუსტად ახლა რაც თქვენ ახსენეთ, რომ ხდება მზის ფხვნილის იმპორტი. პასტებს რაც შეეხება ეგრეთ წოდებული ირანულ პასტებს, მისი ასე ვთქვათ შემოდინება ერთი პერიოდი შემოდიოდა, მაგრამ ახლა იმდენად მიზერია და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ეს ეგრეთ წოდებული ირანული პასტა ქვეყანაში არ შემოდის. თუმცა რძის ფხვნილი შემოდის როგორც ირანიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან, დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდანაც და ეს ჩვენი სამწუხარო რეალობაა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ამ დეფიციტური რძის პირობებში გვიწევს რძის ფხვნილის იმპორტი, თორემ სხვა შემთხვევაში არც ერთ მეწარმეს დამერწმუნეთ იმის ხალისი არ აქვს, რომ ვთქვათ, ფხვნილიდან აღადგინოს რძე, მერე იმისგან ამზადოს კიდე პროდუქტი, ან შეისყიდოს დამატებით ყოველთვის ოდენობა რაღაცა რძის ფხვნილის დაასაწყობოს და ფული გააჩეროს. მას ურჩევნია, რომ ყოველდღიურად იბარებდეს რძეს და ამ ყოველდღიურ ვთქვათ, საქმიანობაში ჩადოს ფული, ვიდრე ვთქვათ, თვეობით გაჩერებული სასაწყობო მეურნეობა ქონდეს ამ რძის ფხვნილს. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ეს სიტუაცია გამოსწორდება, თუმცა მესაქონლეობა, რძის წარმოება არ არის ის სფერო, რომელსაც ერთი ხელის ასე ვთქვათ მოსმით უცებ მოაგვარებ ყველა პრობლემას, იმიტომ რომ აქ არის ცოდნა საჭირო, აქ არის განათლება, აქ არის ინოვაციები, აქ არის საქონლის შემოყვანა, ახალი ფერმების აშენება, რაც საკმაოდ ძვირად ღირებულია ყველაფერი, და ჩვენ თუ გვინდა მივიდეთ იმ სტანდარტებამდე, რაც ვთქვათ განვითარებულ ქვეყნებშია, საკმაოდ ძვირი ფუფუნების ასე ვთქვათ საგანია ფერმის ქონა, ამიტომ აი ეს ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელდება დარწმუნებული ვარ. იცით ნახეთ როგორ არის, ჩვენ აქ აი კომპლექსურად რო შევხედოთ, წეგან მე ვახსენე დაახლოებით 600 მილიონი ლიტრი რძე, ასე ვთქვათ, გაუმუშავდება საქართველოში ყოველწლიურად. თუ ჩვენ მთლიანობაში ავიღებთ, ვთქვათ, რძის ფხვნილის ოდენობას, რომელიც საქართველოში შემოდის და დავამატებთ მას კიდევ იმ რძის პროდუქტებს, რომელიც საქართველოში შემოდის, ამას თუ რძის ეკვივალენტში გადავიყვანთ, ხო? ნახავთ, რომ დაახლოებით 250 მილიონი ლიტრი რძის ეკვივალენტის იმპორტს ვაკეთებთ. აქ შედის როგორც ვთქვათ, რძის პროდუქტები, ასევე ის ფხვნილი, რომელიც შემოდის და მინდა გითხრათ, რომ ის ფხვნილიც, რომელიც საქართველოში შემოდის, რძის ფხვნილი, ხო? ყველა ასე ვთქვათ, რძის წარმოებაში არ მოიხმარება, იმიტომ რომ მას გამოიყენება როგორც საკონდიტრო მრეწველობაში, ასევე ხორცპროდუქტების წარმოებაში, სოსისების დამზადებისას და ასე შემდეგ და ნაყინის წარმოებაში და ძალიან ბევრ სხვა პროდუქტის წარმოებაში, რომელშიც საჭიროა, ვთქვათ, პროდუქციის შესაქმება. ამიტომ მთლიანობაში რო შევხედოთ, თქვათ, აი დაახლოებით 1/4 რძის ეკვივალენტის რძის ფხვნილი და რძის პროდუქტები შემოგვაქვს საქართველოში, რაც აქ იწარმოება იმასთან მიმართებაში. ამიტომ ჩვენ თავი უზრუნველყოფ, დაახლოებით 800-900, მილიონამდე, მილიარდამდე, ასე ვთქვათ, ლიტრი რძე გჭირდება, რომ ასე ვთქვათ, თვითკმარი ვიყოთ მთლიანად. აი თვით მკმარობის კოეფიციენტსაც თუ გადახედავთ, იქ დაახლოებით თვალსაჩინო 74-75% არის, აი ბოლო, ასე ვთქვათ, შეფასებით, ოფიციალური სტატისტიკიდან გამომდინარე ვიძახი, რაც ტაქსტასაა გამოქვეყნებული. ამიტომ სადღაც 25% არის იმპორტი, აი ამ თვალსაზრისით და დანარჩენი უკვე საქართველოს წარმოებული. კი ბატონო, და ბოლოს მინდა გთხოვოთ ერთგვარი რეკომენდაციები თქვენი მომხმარებლებისთვის, როგორ ამოწმენ მარტივ წესებზე საეჭვო პროდუქტი და ეხლა არის საფულის ცხელი და ერთ-ერთი გამოწვევა არის გარემაჭრობა, ხშირად ხედავთ ხოლმე, რომ მეურნეობაში სიტუაციაში ჩამოსული პასტერიზებული რძე, არაპასტერიზებული რძე და ესეც მინდა გთხოვოთ, რომ გაამართოთ რა საფრთხეებს მოიცავს ამგვარი პროდუქტი. ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, რეკომენდაცია და თხოვნა არის, ესე იგი, მომხმარებელმა პირველ რიგში აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ერთი რამ.
ნებისმიერ პროდუქტს თქვენ რომელსაც სუპერმარკეტში ყიდულობთ, სურსათზეა საუბარი, უკან ეტიკეტზე ყოველთვის აწერია მას შენახვის პირობები. და შენახვის პირობები ჩვენ გვეუბნება, რომ აუცილებლად რძის პროდუქტები უნდა შევინახოთ 2-დან 6 გრადუსამდე ტემპერატურას. თქვენ თუ სადმე გარეთ მზის გულზე, გინდათ აგრარულ ბაზარში, მაჩვენებთ რძის პროდუქტს, რომელიც 2-დან 6 გრადუსამდე ტემპერატურაზე ინახება, მაშინ მე გეტყვით, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეს პროდუქტი იყიდოთ. თუმცა ჩვენ ყველა მის რომ ეს ასე არ არის და გახურებული მზის სხივების ქვეშ ალაგია ეს პროდუქცია, როგორც ყველი შეიძლება მაწოლიც იყოს, რძეც იყოს, თუნდაც პასტერიზებული რომ იყოს, აქაც მაინც იქნება პრობლემები, იმიტომ რომ თბური, ასე ვთქვათ, მზის სხივები იგივე პოლიეთილენის თუ პოლივინილ ქლორიდის ბოთლებში, რომლებიც არის ჩამოსხმული, ხო? თვითონ პლასტიკი მასზე არანაირ ზეგავლენას არ ახდენს, მაგრამ მზის სხივები აფუჭებს თვითონ პირდაპირ მზის სხივი პროდუქტს ყოველთვის აფუჭებს. ეს ერთ. მეორე ის რომ სითბოში თუ პროდუქტი მით უმეტეს არაპასტერიზებულია, ძალიან სწრაფად მრავლდებიან პათოგენები და ჩათვალეთ რომ 1 და 2 საათი თუ არის პროდუქტი გაჩერებული მზეზე, იმდენი პათოგენური ბაქტერია, თქვა ნაწლავის ჭხირი და ასე შემდეგ შეიძლება აღმოაჩინოთ იქ რომ მერე თქვა თქვენ ვერ გაიგებთ ეგრეთ წოდებული ასე ვთქვათ ენტერობაქტერია, საიდან შემოვიდა თქვენს ორგანიზმში და მთელი დღეს ვთქვათ ფაღარაცი ქონდათ და ასე შემდეგ. ანუ ყველანაირად მოერიდეთ მზის გულზე გაჩერებული სურსათის და მით უმეტეს რძის პროდუქტების შეძენას, იმიტომ რომ ძალიან დიდი ალბათობით თქვენ პათოგენებს მიიტანთ სახში და შემდეგ უკვე თქვენს, თქვენი ოჯახის წევრებიც შეიძლება ამით დაავადდნენ. შეიძლება ამან სავალალო შედეგები არ გამოიწვიოს, მაგრამ ხშირი მოხმარება ასეთი პროდუქტების მერე საბოლოო ჯამში ძალიან ცუდად აისახება თითოეულ ჩვენგანის ჯანმრთელობაზე. სამწუხაროდ ძალიან ცუდი ზეგავლენა იქონია ამ შემთხვევამ ქართული რძის წარმოებაზე. კონკრეტულად ერთ კომპანიაზე, ზოგადად სექტორზეც, იმიტომ რომ როგორც თქვენ ახსენეთ, მოხმარებელმა ნდობა დაკარგა და ეს ყველაფერი იყო შედეგი არასათანადო და არასწორი კომუნიკაციის, იმიტომ რომ მაგალითისათვის ჩვენ ხშირად ისეთ ფაქტებს, რომელიც ნაკლებ მნიშვნელოვანია, უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ვიდრე აი თუნდაც ახლა წეგან ჩვენ რაზეც ვილაპარაკეთ, იმ ფაქტებს, როდესაც მასობრივად იყიდება, ასე ვთქვათ, სურსათი, რძის პროდუქტები, ვთქვათ, ღია გარემოში, მზეზე, სიცხეში და აი მას ყურადღებას სამწუხაროდ არავინ არ აქცევს და ყოველთვის ყველას გონია, რომ ეს პროდუქტები, რომელიც რეალურად ვიღაცის ბებომ თბილისში გამოაგზავნა, რომელიმე ქალაქში და ჩვენ მას სიამოვნებით ვყიდულობთ და ვაჭრებთ ბავშვებს. ამ დროს ყველაზე მთავარი რისკის შემცველი პროდუქტები იყიდება ჩვენს გარშემო და ის სადაც სადარაჯოზე თქვა ჩვენს გავართ იგივე სურსათმცემელი სააგენტოც არის რომელიც მეშვეობითაც მოხდა ზუსტად ეს ფაქტი რომ გამოვლინდა თუმცა ის პროდუქტი რომელზეც ჩვენ საუბარი ქონდა რძეზე ამ შემთხვევაში არ იყო საქართველოში წარმოებული რძე და ეს იყო ყველაზე სავალალო იმიტომ რომ ამან დაარწა ქართულ წარმოებას პროდუქტმა რომელიც არ იყო საქართველოში წარმოებული და რომელიც იყო იმპორტირებული უბრალოდ ერთ-ერთი კომპანიის დასახელების ქვეშ კეთდებოდა ეს პროდუქტი. რა თქმა უნდა, შეამცირა გაყიდვები, თუმცა ნელ-ნელა ახლა კომპანიები ცდილობენ რომ ნელ-ნელა აღიდგინონ რეპუტაცია, იმიტომ რომ კომპანიები ამაში მართლა არანაირი დამნაშავეები არ იყვნენ, ადგილობრივ წარმოებლებზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ის, ასე ვთქვათ, კონტროლის მექანიზმები, რომელიც ქართულ კომპანიებს აქვს, დანერგილი კომპანიაში და პლუს სურსათის სააგენტოს, ასე ვთქვათ, კონტროლის მექანიზმები, რომლებიც არსებობს და რომელიც მუდმივად, ასე ვთქვათ, კონტროლის ქვეშ ამყოფებენ ამ კომპანიას და მომხმარებელთა ორგანიზაციებით, იგივე მომხმარებელი ჯი და სხვა, მუდმივად კონტროლის ქვეშ ამყოფებენ ჩვენს წარმოებლებს, ამიტომ რისკი იმისა, რომ აქ დამზადებული პროდუქტი რამე დამაზიანებელი იყოს ჯანმრთელობისათვის, არის ძალიან მიზერული.
შეიძლება თქვათ რომ არც არსებობს ეს რისკები. ამიტომ ენდეთ ქართულ პროდუქტებს, ენდეთ შეფუთულ, ეტიკეტირებულ პროდუქტებს, დანარჩენი უკვე გემოვნების ამბავია ზოგს მოსწონს. ერთი წარმოებლის პროდუქტი, ვიღაცას მეორე და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ გესწავლეთ. მადლობა თქვენ და